რას ემსახურება ეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. ან რა არის ეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო? ძალიან ხშირად ამას ეძახიან ეკუმენურ მოძრაობას, ანუ ეკუმენისტურ მოძრაობას. აი, მე რო გითხარით ეკუმენური პატრიარქი, ესე იგი მსოფლიო პატრიარქი. აი, აქედან არის ეგ სიტყვა აღებული ეკუმენური მოძრაობა. უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს აქვს ასეთი ლოცვა, თქვენ გახსოვთ სახარებაში. აი, განსაკუთრებით ეს იკითხება ის ხუთშაბათს, როცა 12 დნების სახარება როცა იკითხება და ყოველნი ერთი იყვნენ. მაცხოვარი ლოცულობს ლამაზ ეციერის წინაშე და ყოველნი ერთნი იყვნენ. აი ამაზე არის დაყრდნობილი აი ეს მოძრაობა და ამის გარდა კვერექსშიც არის, აი ყოველ თოვნითი კვერექსი, როცა უფლისა მიმართ ვითხოვოთ, ამბობს დიაკონი ან მოდელი, ის არის ყოველთა ერთობისათვის უფლისა მიმართ ვითხოვოთ. ესე იგი, აი ეს ერთობა, ეს უფლის ლოცვა იყო მამაზ ეციერის წინაშე და სწორედ ამაზე იყო აგებული აი ეს ეკუმენური მოძრაობა, რომ ესე იგი იქნებ მოხდეს დაახლოება ქრისტიანული ეკლესიების და აი შეიქმნა ეს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო. მწვალებლობაში ჩავარდნილი ეპისკოპოსებისაგან გამიჯვნა ხდება კონსტანტინოპოლის ორგზისი კრების მე-15 კანონის საფუძველზე. ეს არის კანონი, რომელიც ამართლებს და ავალდებულებს მღვდელს იერარქისაგან გამიჯვნას. ის, ვინც განუდგება თავის მღვდელმთავართან ზიარებას იმ დროს, როდესაც იგი მწვალებლობას საჯაროდ ქადაგებს და ასე შემდეგ, არამც თუ თავისუფალია კანონმიერი განკანონებისაგან, არამედ ჯეროვანი პატივის ღირსია, როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისაკენ მისწრაფების მქონე, რადგან განიკითხა არა ეპისკოპოსი, არამედ ცრუ ეპისკოპოსი და ცრუ მოძღვარი და ეკლესიის ერთობა განხეთქილებით კი არ დასერა, არამედ ეკლესია იხსნა განხეთქილებისაგან და გაყოფისაგან.